საოცარია, მაგრამ აი დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ამ ჩვილების წმინდა ნაწილები. ამ ჩვილების წმინდა ნაწილები, როგორც წესი, როგორც მტვერი, აი მიწასთან ერთად, ესე არის უფრო ხშირად გავრცელებული, მაგრამ აი ჩვენ აქ ახალ ქალაქში, ტაძარში გაგვეჩნია მათი ხელშესახები, შეიძლება ითქვას წმინდა ნაწილები, ეს არის მათი პატარა ბავშვების ნეკნები, ეს არის ერთ-ერთი მათგანის თავის ქალის ნაწილი, ჩვილის და კიდევ აი ძალიან შეიძლება ითქვას შთამბეჭდავი არის ერთ-ერთი პატარა ბავშვის ტერფი. ტერფი, აი ფეხის ტერფი არის შემორჩენილი, რომელიც ჩვენ გაგვეჩნია ახალ ქალაქში. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ სახარებაში ბევრ ადგილას არის, აი უტყუარი მტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ მე მოგვიანებით წვალებლობაც კი გავრცელდა, რომ იესო არ არის ღმერთი, არა, ნამდვილად ღმერთია და ეს არის აი ამისი უტყუარი მტკიცება, რომ აი ეს ბავშვები შეეწირენ მას. აქ კიდევ არის ერთი შეკითხვა, რამდენად თავისი ნებით შეეწირნენ, იმიტომ რომ ესენი ხო ძალიან პატარები იყვნენ. რამდენად თავისი ნებით შეეწირნენ. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფალმა მიიღო ეს მსხვერპლი, იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება, ესე წერია სახარებაში, დაფარულია ბრძენთაგან და გამოცხადებულია ჩვილებისადმი. ანუ ჩვილსაც კი შეუძლია, რომ აღიაროს თავისებურად და კიდევ რაც შეეხება პატარა ბავშვებს, ახლა მათ ხო რაღაცა გაუგებარი ტკივილი, დახოცეს ეს ბავშვები ფიზიკურად, ხო? ხო და ეს როგორ არის ამისი ახსნა? ესე ამბობენ მამები, რომ აი წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, აი სულ პატარა ბავშვი, თქვა ჩვილი ბავშვი, რომელიც რაღაც სათამაშოდ ითამაშოს, მაგალითად, ესეთი შედარება, რომ აი ვერცხლის მონეტა უჭირავს ხელში, მოწონს ბავშვს, პრიალებს ეს ვერცხლის მონეტა და ამას ათამაშებს და უცებ რომ წაართვა ბავშვს, ეს რა თქმა უნდა ტილს დაიწყებს და უცებ აი წაართვა და იმ წუთშივე ოქროსი უფრო ლამაზი მონეტა მიცა ხელში. აი რაღაც ასეთი შედარება არსებობს, ეს არის ის დროებითი სიცოცხლე, რომელიც მათგან აიღეს და მრადიული სიცოცხლე, რომელიც მათ მიანიჭეს და რომლებიც აი დღესაც ეს ჩვილი ყრმები, როგორც აი ჩვენს ხატაზე არის გამოხატული, რომლებიც ადიდებენ უფალს. პირველი მოწამეები იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასაწყისიდანვე.